პირდაპირ ეთერში და დღეს ის რა დღეც არის და ვინც არის ჩვენთან ერთად. აბარა, ყველაზე მაგარი. აბარა, ძალიან მაგარი. ძაღლების ფსიქოლოგი ზიანოდ არის ჩვენთან ერთად არის დღეს. და ხშირად ალბათ მიმართავენ ზიანოდარს ბევრი პრობლემით ძაღლებთან დაკავშირებული თუ ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ ხოლმე კიდევაც რომ გააზიაროს შემთხვევები, როდესაც ან ძაღლი იკარგება რაღაც ამდაგვარი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგმართა ერთ-ერთმა მაყურებელმა თხოვნით რომ დაკარგა უსაყვარლესი ძაღლი და მოდით მოგიყვებით როგორ გამოიყურება ეს ძაღლი რომელიც 25 რიცხვში დაიკარგა. პატარა ზომის მეტისია, შვილივით გავზარდეო, გოგოაო, დაბადების წამიდან მზრდიო, იპოდრომზე შეაშინა დიდი ზომის ძაღლმა და მიწისქვეშა გადასასვლელით საბურთალოს ქუჩისკენ გაიქცაო. ლეკუს გავსო, პატარა ზომის არის, დაბალი თათები აქვს, მოყავისფრო მორუხო, თეთრი გული აქვს. ფუმფულა კუდი, წითელი ფერის ყალსაბამი უკეთია. აქვს უსაფერი ჩანს. ყველაზე დამახასიათებელი აქვს უკანა თათები. ერთზე აქვს 6 თითი, მეორეზე 5-იო. აი ყველაზე ესეთი ნიშანი. აი ამ ნომერზე უნდა დარეკოთ, ვინც შეამჩნევთ სადმე ან მოკრავთ თვალს ან გაიგებთ ასეთი დაკარგული ძაღლის არსებობის შესახებ. დღე და ღამე ეძებს პატრონი საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ამბობს რომ ესე შვილის დაკარგვის ტოლფასიაო და ძალიან გთხოვთ რომ გამომეხმაუროთ. აუცილებლად დარეკეთ თუ ნახავთ. 6 თითი გაიგვირდა ნოდარო. ნოდარს გაუგვირდა 6 თითი. ვისაც ძაღლი ყავს. აბდულშაჰელზე გამიგია და იმაზე. არა, ალბათ ამ თითს გულის ხმოვდა და მეორე ფეხზე შეიძლება ზედმეტი თითი არა აქვს. ზევით ხო? არა, 4 აქვს ხოლმე და ზევით მე-5 და ეტყობა აქ 5 აქვს და აი არ ვიცი. საერთოდ ნეტა გამოჩნდეს და თითები. ხო, თითია, ხა. მოკლედ ასე. ის რა იყო, ვინ შეაშინა ძაღლი ბასკეტბოლების ძაღლი იყო. არა, აი იპოდრომი, აი ადგილზე ძალიან ბევრი ძაღლია, ნუ ერთ-ერთი ძაღლმა ეტყობა რაღაცნაირად. და ესე იგი მის გარეშე ასეირებდე ხო? იქ ეგრე გაშობულია, კარგი აქვს, მანქანები არ დადის, ძალიან კარგი ადგილია, ეგეთ ხშირი იყოს ნეტა თბილისში, რომ ძაღლები მიუშვა და ერთმანეთთანაც კონდეთ რაღაც სოციალიზაციის პრობლემა აქვს ჩვენ ძაღლებს რა. ერთმანეთთან კონდეთ ურთიერთობა ისწავლონ სხვა ძაღლებთან ურთიერთობა არ იყვნენ აგრესიული. ერთ-ერთი თამაში და მეცინება. მართლა მეცინება ხანდახან როდესაც საუბრობთ ზიანოდარ, იმიტომ რომ ბავშვებზე აბსოლუტურად იგივე ადამიანები ხშირად ეს რჩევებით იქ არა? ნამდვილად. დღეს რა საუბრობთ? მიდგომა ერთი ვარი როგორც ჩანს ეს ისეთი საოცარი ძაღლი უნდა გაჩვენოთ. მე რო დამერეკა მისმა პატრონმა ქალბატონმა ერინამ და ჯერ მითხრა რა ჯიშია. იქ დამთავრდა ყველაფერი, უკვე ვიცოდი რომ მაგ ძაღლთან მივდივარ და უნდა დავეხმარო ყველაფერში რასაც შევძლებ. მაგრამ რო ვნახე, მოლოდინმა ნუ კიდევ გადააჭარბა რა საერთოდ რასაც ვოცნებოდი. ეხლა თქვენ რომ ჯიშს არ გეუბნებით სპეციალურად, მინდა რომ სიურპრიზით იყოს. ერთადერთი ძაღლი არის შიშარა. ანუ რაისთვის დამიძახეს მე, იმიტომ რომ კონკრეტულ ადგილებში შეინობისას ეშინოდა და ეს ფეხებზე ერთადერთი ძაღლი შიშარა მაგჯიში ერთადერთი პრობლემაა. ერთადერთი პრობლემაა ამ უბრალოდ ერთადერთი იმას ვიტყვი, ჯიში ხარ თქვი. მარტო იმას ვიტყვი რომ შიშარაა და ეს ჯიში ზოგადად თუ ეს კონკრეტული ერთი ძაღლია? სიურპრიზია როგორც მე. კარგი, ნახოთ მაშინ შიშარა სიურპრიზი. ძალიან მაგარი ძაღლი იყო, ძალიან. ნახოთ. კოჩა, დაფრთხებულზე. კოჩა, ძალიან ცრუ წარმოდგენა თხავს, რომ ბულტერიერი არის აგრესიული ძაღლი. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჯიში არის გამოყვანილი ინგლისში საჩხუბრად. ალბათ, ნუ ეს ლეგენდა, რომ ესენი არიან აგრესიულები და ესეთები, მოდის იქიდან. მაგრამ თქვენც ნახავთ მერე, რომ არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ძალიან კარგი ძაღლი. ძაღლი მიუხედავად ყველაფრისა, მოზღოვებული ენერგიისა, ჯიშისა და გენეტიკისა, რომელიც რატომღაც მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ ეს არის რაღაც საშინელად აგრესიული ძაღლი, მკვლელი და რა ვიცი, ათასი უბედურება, არის უკეთილესი, რაღაც სათამაშოსავით არის ეგეთი კეთილი ძაღლი, იშვიათია. ბულტერიერს არასოდეს არ იყიდის ადამიანი თუ კონკრეტულად ეს ჯიში არ უყვარს. მე კონკრეტულად აი ეს ჯიში მიყვარს. სხვისთვის შეიძლება ზოგი გოჩს ამგვანებს, ზოგი ვის ამგვანებს, ზოგი ვისაც რა წარმოდგენა აქვს. ჩემთვის ულამაზესია. აღმოჩნდა რომ ამ ძაღლს აქვს ჭარბი ენერგია, როგორც ყველა ასეთი ჯიშის ძაღლს, იმიტომ რომ ამ ჯიშის ძაღლს, იმიტომ რომ ბევრი ვარჯიში ჭირდება ძალიან. თვითონ ეს ბულტერიერი არის სპორტული ძაღლია, სპორტსმენია. უნდა ძალიან ბევრი ვარ სირბილი, ბარეერებზე ხტუნაობა, ანუ თელი კომპლექტია, რაც ამას ჭირდება და
ბინის პირობებში და თბილისის პირობებში როგორც ჩანს მაინც და მაინც ეს არ ხერხდება. წვება სადაც უნდა, აკეთებს რასაც უნდა. ჩვენ ვართ ეთყობა მაგის სტუმრები, ეს არის ამ სახლის უფროსი. ისო ეს ძაღლი ესე ფართხალა სტუმარს ესე ხვდება დიდხანს დარბის აკეთიქით ქოშინებს ეს ყველაფერი არის იმის პრობლემა რომ რაც ადრეს გვითქვამს და ეხლა ვიტყვი ძაღლი არის ამ ოჯახის უფროსი. ძაღლმა დაიყენა თავი, იძულებული გახდა დაეყენებინა თავი ოჯახის უფროსად და ეხლა იძულებული ეს მოვალეობა შეასრულოს. დარბის, ყველას ესალმება, ყველას იმას პატრონს დააყვება. მოხდა რაღაცა, რა არ ვიცით. რა თქმა უნდა, რომ ვიცოდეთ, ალბათ ბატონო დარსაც უფრო გაუადვილდებოდა ამ პრობლემის მოხსნა. გარის სეირნობისას, როგორც თვითონ ამბობენ, რაღაცა მომხდარა და რომელიღაც კონკრეტულ ადგილებს სეირნობისას იქ რომ მიაღწევენ ეს ძაღლი შეშდება და იქით აღარ მიდის, ცდილობს მაქსიმალურად რომ გამოიქცეს სახლში. მე შევეცდები რომ ეს პრობლემა გადაუჭრა ძაღლს. ვიღაცამ, რომელიც არ მიმხელს, რა ფაქტი მოხდა, რა მოხდა, რატოა შეშინებული, აი იმის მერე ერთი პერიოდი საერთოდ არ მოუყვებოდა, აი ლიფტიდან ვერ გამყავდა. ან შეიძლება აი ლიფტიდან გამეყვანა, კიბეებზე ძალით ჩამეყვანა, რაღაც ან მოტყვილებით, ან რაღაც მითი რა ქვია, სატყუარათი და იმის იქეთ ვეღარ წამეყვანა. მერე ნელ-ნელა ხან გადავიყვანე იქეთ წინალეია გვაქვს და იქ ვასეირნებთ ხოლმე. ბავშვებს დაყავდათ ქვევით ეზოში სასეირნოთ, აი რაღაცა მონაკვეთის იქეთ ვეღარ გაყავთ. არ ვიცით რის გამო ეშინია, რატო ეშინია და რისი ეშინია რაც თავარია. წავალთ ქუჩაში გადავჭერთ ამ ძაღლის, ვეცდებით ამ ძაღლის პრობლემის გადაჭერას, ამ შიშების საოცარია ხო ბულტერიერი და რაღაცის ეშინია, ის უნდა დამთავრდეს. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს. ავიდეთ ჯერ სადაც ეშინია და აი აქ შეეშინდა ხო ამ ადგილას? ერთი დავიწყო თავიდან, არასდროს არ მიყვები ძაღლს უკან. ძაღლს ყოველთვის მიყვები გვერდით. ეს ეხლა მე მოკლეზე მიჭირავს ესე ვარ მეჩვეულით, მე შეგიძლიათ სხვანაირად მოიქცეთ, მაგრამ ესე ჯობია უფრო კარგად ძვებ ძაღლს და უფრო კარგად არეგულირებ. აქ ეშინია ხო? თქვენ ეხვეწებით რომ წამოვიდეს. ეს არ მოყვებათ ბუნებრივია, იმიტომ რომ რეაქცია აქვს, უკუ რეაქცია აქვს უნდა სახლში. ჩვენ მივდივართ ჩვეულებრივად არ ვიმოდებით არაფერს არ ვაკეთებ. მივდივართ იქით, სადაც ჩვენ გვინდა რომ წავიდეთ. აი, თუ ბევრს ფართხალებს, იქაჩება ხო, ვერ გაიგო რა უნდა ქნას. და ქაჩავს, შეიცვალები, არ მოეფერო. იყოს ეგ ამას. შეიცვალე მიმართულება წადი უკვე საპირისპირო მიმართულებით. ეს უნდა დელოდებოდეს შენ სად მიდიხარ. და შენ გიყურებდეს, აბა რა სიზავს ახლა. და ეს პეტრი მოკაჩები, ოღონ უკან მოკაჩვას. და წინ მოკაჩვას. აზრი არა, არანაირი. მიერია. გვერდულა. და მოხოვისას არ ველოდებით, მივდივართ. იგმავე ტემპით მივდივართ, არ ველოდებით, როდის გამოგყვება. აი ეს სიტუაცია შეიძლება პანიკაში ვარდო და არ უნდა წამოხვა. თუ თქვენ აი ესე ეკაჩა. დიახ. რო წავიყვანო პირდაპირ რა მოხდება ნეტა? ალბათ უკან დაიხოს. აბა წავიყვანო. 10 ჯერ გავატარებ ეხლა და მე-11-ად აღარ გაჭედა. ესე მთელ აი აქ ჭედავს. აი აქ. კარგია დაყნოსოს. ამ ადგილის ეშინია ჯობია დაყნოსოს. გაეცნოს. ეხლა როცა მომინდება წავიყვან. არ ველოდებით. აქ არის ძაღლი. რომელიც გვიღებს. და ჩვენს ვაშკაც ბულზოს ეშინია. ეხლა მივხვდი ამ ადგილას რატო ეშინია, კონკრეტული ადგილი. იქაც შეიძლება რაღაც ძაღლის ნიშანია და იმის ეშინია. მაგრამ ჩვენ ამის შის ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვეულებრივად ეხლა მივტრიალდებით და წავალთ ჩვენი გზით. ისევ ამ ადგილას გავივლით. რამდენიმე ადგილი არის ეს ეშინია ამას.
ერთ-ერთი მივხვდით, აგერ ძაღლი ყავს დრუნჩს კარიბის ქვევიდან და იყაფება. თურმე ამის შეიძლება სუნიეცა და მაგის ეშინია. იქაც რაღაც ძაღლის ნიშანი მონიშნული იქნება. ეხლა სპეციალურად გავჩერდი. ძალიან აგზნებულია და იქაჩება. მიმართულებები შევიცვალე ბევრჯერ მარცხნივ მარჯვნივ წინ და უკან. მოუქაჩე გვერდულად, მაინც აგზნებულია. ეხლა ცოტა ხანი გავჩერდი. 1 წუთი, 2 წუთი უნდა გავჩერდე. არის ეგეთი მომენტები, როცა გაჩერების მეტი არაფერი შელის და ძაღლი დაწყნარდეს. ცოტა ხანი დავაწყნარო და მე გავაგზავნე გზა. აი ესე უნდა ყავდეს გვერდით, არ უყურებ, არ გაინტერესებს როგორ იქნება და საგნების. მიდის შვიდე. იმის ადგილების უკვე აღარ ეშინია, თუ გეკაჩება, მოკაჩა უკან. ნახე? აბა ეხლა სადა გაატარო. შვიდად, ხო, როგორც ვისწავლე. არანაირი გაძახება, არანაირი ხაჩვა. ადი აბა ბედა. აბა ეხლა უკვე არასდროს გიჭირავს. შესად გახარ, წინ გახარ და უკან მიდი. ვსო, წადი. აბა მე რას გეუბნებოდი ამ წუთში? წადი. ნუ ჩერდები, წამოდი. უხურებ, წამოდი რა, არის ქართული არის. მოდი. ჩამოუშვი ხელი, ორივე ხელი ჩამოუშვი. ვсё. აი ეს. ეხლა დავტრიალოთ უკან წავედი. ხელი ჩამოუშვი, ნუ ელოდები. წადი. კარგია, ძალიან კარგია. შვენიერი გადასარევი. ძალიან კარგი. ნახე ძაღლი იდეალურად მოგდებს. არაფერს აღარ ეშინია, მოგდებს. აბა მოდი ერთხელ იქი და ერთხელ აქ და სულ მე აღარაფერს აღარ გეტყვი, კაცრად რაც შეიძლება და მშვიდად. წავიდა. აღმოჩნდა უფრო რთული ვიდრე მეგონა. თავარი პრობლემა, რასაც პატრონი ფიქრობდა, იყო ის, რომ გარეთ უჭირს სიარული რაღაც კონკრეტულ ადგილებში. ის ადგილები გადავახა ძალიან მარტივად. მაგრამ სიარულის პრობლემა და საჩიქცევის პრობლემა კიდევ რჩება. ამ სიარულს ნახავთ თქვენ გოგოები უკვე გააკეთეს და ჩვენივად დადის გარეთ. ანუ იმ ადგილებს გადის ჩვენივად, რომელსაც ადრე პანიკურად ეშინოდა. როგორ უნდა ვატარო, როგორ უნდა დავიჭირო ხელი, რომ გვერდზე უნდა მედგას ფულზე აუცილებლად, ჩემი ძაღლი აუცილებლად სიარულის დროს და ასე როგორ უნდა მოგცემ, როდესაც ის პანიკებში ვარდება რა. ძაღლი უნდა დამშვიდდეს და არ იგზნოს თავი ოჯახის უფროსად და არ უნდა ინერვიულოს ამის გამო. არ უნდა იზრუნოს თავის ოჯახზე. მასზე უნდა იზრუნოს ოჯახის უფროსმა ადამიანმა. ამას მერე და მერე მოვაგვარებ. ეს დღევანდელი მინიმალური პრობლემა გადაჭრილია. ბატონმა უნოდარმა ისიც გითხრა, რომ ჩვენ რო ვიქნებით კარად, მშვიდად, ჩვენ ძაღლიც ასევე იქნება ჩვენს გვერდით მშვიდად და ძალიან დიდი შედეგი მივიღეთ. ძალიან ნერვიულობენ თავის ძაღლის გამო. ასეთივე ძაღლი ყავდათ მანამდე, ასეთივე ჯიშის და სახელიც კი ასეთი აქვს ბულზო. ის ტრაგიკულად დაიღუპა და იმ ტრაგიკულად დაღუპვის კვალი და შედეგებს იცნობს ახლა ჩვენი პატარა ბულზო 2 წლის ლეკი. ბატონისგან ასევე გავიგეთ, რომ ჩვენ გაწყობა გადადის ძაღლის განწყობაზეც და როდესაც ჩვენ დაძაბულები ვარ და პანიკაში ვართ, ასევე ჩვენი ძაღლი პანიკაშია და დაძაბულია. ძალიან ეფერებიან, ძალიან ცდილობენ დაიცვან ყველაფრისგან, ვაიმე გაცვიდა, ვაიმე იქინერვიულა, ვაიმე სხვირი გაუწვლა, ვაიმე. ძალიან კარგია, იდეალური პატრონია, ესე თუ ჩავთვლით, რომ თვითონ არ ნერვიულობს. კი ბატონო, მოუვაროს ძაღლს. რაც უნდა აჭამოს ასვას, ჩაასვას, აგერ აცვიანო, ნახეთ კიდეც კადრებში რომ ჩასმული დადის. ჩვენიერი კი ბატონო, ნუ ნერვიულობს თვითონ და თავის ნერვიულობას ნუ გადასცემს ძაღლს. ეს თუ მოგვარდება ყველაფერი. ეხლა მინდა რომ ნოდარი ძაღლი ვიყო. რო ჩემზე რო იზრუნო. რა პირიქით. ადვილად დიდხანს არ მოგიწევს. თვალი არ მომეცილები, ეხლა აი პირველი წამიდან ბოლო წამამდე უყურე. იმდენად ესე თქვა გავს ბავშვის და ძაღლის ფსიქოლოგია ერთმანეთს რომ ძალიან მალე მოუთვენიერდებათ ყველა. კი და ჩვენ გოთვენებთ ის როგორ გაგიოდვილდება და როგორ ამას აკეთებს კიდევაც. ის ბოლოს მეგონა შეყვარებული ხართ ამ ძაღლზე ხო პირველივე ნახვით. ოღონ ერთი რაღაცა მინდა თქვა, ეხლა არავის არ ეგონოს რომ ეს რაღაცა ისეთი ძაღლია, ეს ხო მებრძოლი ძაღლებია, ეხლა რეალურად. საყვარელი და კაი შეიძლება არის, მაგრამ ჯიში როგორც ასეთი მოყვანილია, ჯიში არის გამოყვანილი საჩხუბრად, ინგლისშია გამოყვანილი, მაგრამ ეს კონკრეტული
ძაღლი ახლა ამათ რაწყავდათ არის ბელორუსიიდან და სპეციალურად უკვე გენეტიკურად ისე არის რომ არ აგრესიული იყო ამათ სპეციალურად იყიდეს ესეთი ძაღლი იმიტომ რომ წინა ძაღლი ასეთივე ჯიშის იყო აგრესიული და ნუ მე ტრაგიკულად დამთავრდა თელო თითბოს და იმას ამას აქსოვენ ეხა გადააფარე გადმოაფარე ზიანად არის რა მეტესებს როდესაც საუბრობთ რომ გარკვეული ძაღლი გარკვეული დანიშნულებით არის შექმნილი ზოგი სადარაჯოდ ზოგი საჩხუბრად ზოგი სანადიროდ და ასე შემდეგ როდესაც ამ ჯიშის ძაღლს ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას რომ თავისი გენეტიკური თვისებები გამოავლინოს და ვცვლით ხო მასში ამ რაღაც თვისებებს მაგალითად აგრესიული ძაღლი გახდება თვინიერი და მშიშარა მე თვალებით ვკითხო განცას თვალებში ვკითხულობ ამ ინფორმაციას და ვაჟღერებ თუნდაც გახდა გენეტიკაზე გეკითხება ალბათ საიდან ეს რამდენი სწორია რამდენი სწორია ძაღლის ბუნების შეცვლა ესე ვთქვათ ოჯახიდან გაძლევი თქვენ ცემები მოგდის დიახ ბუნება არ იცლება ძაღლი ეს ეხა ის საჩხუბრად რო არის გამოყვანილი ისინიც კი აი პიტბულები ვიცით ეხა ამათ მაგალითზე მაინც და მაინც ბევრს ვერ ველაპარაკებ პიტბულები ვიცით რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ და სანამ არ სცენა კი არა რა ქვია რინგზე თუ რა სანამ არ მოკვდება მანამდე არ დაისვენებს არ მშვიდება არაფერი ისიც კი ადამიანს არ ერჩის აი ეს მოჩხუბარი ძაღლი უფრო სხვა პიტბულები ერჩიან რომლებიც ჩხუბში არ არიან არ ხარჯავენ ენერგია ეგ სხვა საკითხია მაგრამ არ ნიშნავს რომ პიტბული არის მკვლელი პიტბულზე თბილი ძაღლი მე არ მინახავს რაც ცხოვრებაში მყავს ნანახის სხვადასხვა ძალიან თბილი კეთილი და დარეკეს ეხლა მეგონი ძაღლი ვიპოვეთო შეგატყობინებ ცოტა ხანში მივიდივარ თავშესაფრიდან დარეკესო რა მაგარი ეტა უას არის და დღეს ეხლა ეთერში ვიპოვეთ უფრო მაგარი მაგას ვიტყვი კიდე თუ შეიძლება რახან ეგრე თავშესაფრებთან თუ მე გადაცემის ისიც მოგცემ საშუალებას ვაპირებ თანამშრომლობას და თითო ძაღლი ალბათ ყველა გადაცემაზე აქ მოვიყვანთ ხოლმე წარადგინოთ ანუ იშვილოს ვისაც დაჭირ ვისაც მე იცით რისი კითხავი და პრობლემა ხარ აი როდესაც მოჩხუბარი ძაღლი ყავს აუცილებლად უნდა აჩხუბო აი რომ აი ამბობენ რომ ძაღლი გააფუჭაო ასეთ შემთხვევებში და ესეა თუ მცდარი შეხედულება არ ვიცი მე პირადად ჩხუბის ნუ წინააღმდეგი ვარ არ არის სულაც არ გამოხატავს იმას და სულაც არ ჭირდება იმ ძაღლს ჩხუბი ბევრჯერ ვთქვამთ რომ პიტბული იმისთვის დაიბადა რომ იჩხუბოს როცა არ ჩხუბობს ცუდად არის ეგ არის ზღაპრები სიტყვებენ თავს რა ჩხუბები ისევე როგორც ახლა არავის ეწყინოს მაგრამ ისევე როგორც მონადირეები ქმნიან იმ სტერეოტიპს რომ ჩვენ ბუნება უფრო მაგრა გვიყვარს ვიდრე იმათ ვინც არ ნადირობს ნუ გავიცი მაგრამ ყველას თავის ახსნა ეს ძაღლების ჩხუბი ტრადიციულია საუკუნეების წინ არის დაწყებული მაგას ვერ გავექცევით ადამიანების ყველას ტრადიციულია და ვერ გავექცევით მაგრამ მოდი ხო არ შევაქოთ არა ნიშნავს რომ ძაღლები არ უნდა იჩხუბონ და ისევე როგორც არ უნდა იჩხუბონ ადამიანები ეგ არის ბუნებრივი გულსამო ფატალურ შედეგებს არა ეხლა ისევ ძაღლები და რჩევები რომ დავბრუნდეთ ისევ ჩვენ თემასთან დაკავშირებით ესე იგი სეირნობისას შექმნილი პრობლემები ხო რაც ალბათ ძალიან ბევრ მაყურებელს აქვს უდგას ესეთი პრობლემა. Როგორ შეიძლება ალბათ რაღაც ადგილები სადაც რაღაცა შეეშინდა თუნდაც როგორც იქ ძაღლი იყებდა და რაღაცა იქ გაჩერდა ვერ გაიარა და ასე შემდეგ, ხო? Როგორ შეიძლება მარტივად მოგვარდეს მსგავსი პრობლემები და გადაილახოს ეს? შედეგი გამოჩნდა პირველივე აი რა იყო რა მეხანი იღებდით, ხო? უკვე ამ გოგომ ცოტა რომ აგზნობინა წაყვა რა. კონკრეტული ძაღლის მისამართით. ხო, შეეშინდა უსმათ ძაღლს და პატრონმა დაინახა რომ ძაღლი რაღაც დაფრთხასავით, უსმათ ანერეულდა ეს პატრონიც, ეს ამის ნერვულობა გადაეცა საბელით, გადაეცა ისევ ძაღლს, ის კიდევ უფრო ანერეულდა და ეს ასე შეკრული წრედა. ამას ჯობია არ მიაქციო ყურადღება. ხო, არ მიაქციო ყურადღება, წადი შენ გზაზე და ეს ძაღლის გამოკლება ბოლო-ბოლო შენ ხარ ხო ლიდერი შენ მიიყავს ეს ძაღლი იმ მომენტში და ის მომენტი გაუქრება გონებიდან რო გაივლით უკვე პატრონს მიყვება საფრთხოთ არის იმიტომ რომ თვითონ არ წყვეტს ის ინერვიულოს თუ არანაირ პატრონი წყვეტს და წაიყვანე რა აქ იყო პირველივე შემთხვევაზე გამოიარა პირველივე როგორც კი იმ ადგილას გავიარე სადაც ეშინოდა გოგონები მეგონი ხო არა კი ხაჩავდა მაგრამ ერთხელ რო გავატარეთ ცოტა დაკაჩულიყო მეორედ უკვე ცოტა მესამე მეოთხე და მე ბავშვებმა თვითონ გაატარ გამოატარეს როგორც უნდათ რა აღარ უნდა მაგათ ბევრი ხოძნა ყავს ჩაბმული შენ ხარ უფროსი წაიყვანე ზიანოდარ როდესაც მიყავს ძაღლი და ხდება შემხედრი ძაღლი ასე ვთქვათ ხშირად მე მქონია ეს პრობლემა რატო იცინი პროცესზე გამიცინე მანცა რა გინდა
როგორ უნდა მოიქცეს პატრონი, როდესაც ხედავს, რომ ან აგრესიულად განწყობილი ძაღლი მოემართება მისკენ, ან ხდება, რომ ის პატრონი ვერ აკონტროლებს საკუთარ ძაღლს. მეც ვიყავი გიო პრობლემის წინაშე და აი რაც მითხარით. აგრესიული ძაღლი მოდის გაეცალე, წადი ხო რა მაგაზე ბუნებრივია. არ უნდა მიაქციო. ადამიანს რა გაეცალოს. მე ისიც გრძნობს ძაღლი და ისიც ხო ძაღლია, ისიც ხო გრძნობს შენს ნერვიულობას. იმასაც საჩვენე რომ არ ნერვიულობ, შენი ძაღლი არ ინერვიულებს, მაგრამ თუ მაინც იქ თვითონ იმის პატრონი ხო, იმ პატრონზეც არის დამოკიდებული ძალიან. თუ აგრესიულია და ხედავ რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, რას რისკავ. მერე ჩავა თუ გინდათ იმას დაელაპარაკე იმ პატრონს მერე და მოაგვარე რომ ეგ პრობლემა არის. იმ მომენტში მოგვარებით რომ აღარ არის. გადადის ეს მეორე მხარე და წადი. ნუ და აი ეს მომენტი მართალია რომ როცა არ გეშინია არ გერჩის არის ეგ აი იმიტომ რამდენიმე შემთხვევა ქონია რომ გაშიშებულ ხარ უბრალოდ ეხა არაფერი არ ვქნა კი დადგება არის ხო ეგ მომენტი ზირთად ეგრე ხო მეც ეგრე ხო უცხო ძაღლებს ამ ჩერდებ ოღონ არ ვუყურებ ხოლმე თავარი არ უნდა უბრალოდ რომ გაჩერდე ხო ეს თვალით კუთხით ხომ აი ხედავ მე მგონი უკეთესია არ უნდა შეხედოს რამდენჯერ გამივლია ბევრი ერთი 10 ზაღლიანი ჯგუფი რო არის ქუჩაში რომლებისაც ყველას ეშინა და შუაში გამივლია არც კი შემინელებიან აბიჯი და თითქოს გამოწვევა ხო ეს როცა თვალა მაინც არის ყოა ხო არა ხადია მაგრამ რაღაცნაირად ინტუიცია ეხა ეს ძაღლი გამომეკიდება დამიღრეს და არ არსებობს რო არ მოხდეს ეს გაიფიქრებ ეგ ხდება ის როგორ არ გავიფიქრო ეგ ეგრე ფიქრობ სხერპლის ირემი თუ დღელი თუ ისა და ეს და ავტომატურად იწევს ამ გავაკეთებას. ხო, ძალიან ესე ძალიან მხატვრულად გავაფორმეთ, მაგრამ ნუ რეალობა ეგ არის, თუ ნერვიულობ, შენ ნერვიულობას გზნობს და ის იმას პირიქით ეშინია, რომ შენ მაზრამეს დაუშავებ და ამიტომ პირველი გადმოდის შეტევაზე. ხშირად ეგრეა ხოლმე ხარ. აბსოლუტური წესი არ არსებობს, მაგრამ როგორც ეს რამოდენიმეჯერ იყო დიმა ესეთი ფაქტი, როდესაც მე თვითონ ძაღლების არ მეშინია, მაგრამ მოხდა ისე, რომ გარეთ ცოტა ესე შებინდებულზე დიდი მეცხვარე რა ვიცი რატო ჩავკასურნადებში ხო შეიძლება სუფთა ჯიში არ იყო მაგრამ კიდე უფრო საშიში არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი ჯიშის ძაღლი რამოდენიმეჯერ ესე წამაწყდა პირველი რაც გავაკეთე რომ დავიწყე პატრონი თუ არის სადმე რომ ეს ამხელა ძაღლი იმიტომ რომ თლიანად ვიყავი მისთვის კარგი სახრავი ძაღლი და ეხავდი რომ შორს იყო პატრონი აზრი არ ქონდა ხო და იცი რა თვითონ გაჩერდა და არ ვიცი ხო ძაღლის სუკი არ ვიცი ძაღლის სული მქონდა თუ უბრალოდ ინტერესი გამოვიწვიე გიცნო აჩიკო გიცნო არ ვიცი დიმა შეიძლება ყოველ შემთხვევაში რამაც გადამარჩინა ეს იყო რომ საერთოდ არ მივაქციე ყურადღება და არაფერი არანაირი ემოცია არ გამიშვია თუ გამიცია და ყოველ შემთხვევაში შევცვალე მიმართულება და ისე აუჩქარებლად ოღონდ ისე არ გამეღიზიანებინა თვალებს შეხედავენ რომ შეიძლება გეშინოდეს იმ მომენტში გეშინოდა კიდეც ხო კი იმიტომ რომ ძალიან არაფერი ორჯერ მოხდა ერთ და იგივე ფაქტი და ორივეჯერ გამომიყვანა ანუ გადავრჩი ალბათ იმას რომ ხო აუცილებელი ხო არ მივაქციე ყურადღება ის თავს დაგესხას ხო ესეც არის ამაზე ეგრევე ეთყობა ძაღლს აქ აეჯაგრა ტეფაზე აი აქ აეჯაგრა რითიც მივხვდი რომ ის იყო გაღიზიანებული ეს თუ ეჯაგრება ესე იგი მე არა მაქვს თმა რომ ამეჯაგრო მან კიდე სხვა ისინიც არის ურები თუ აქ თქვა ცოტა აწეული და წინ წამოწეული უკვე დაქოქილია რომ რაღაც დაგესხათ თუ მიკლესებული ქვევით და უკან ხო უკან თუ აქ აი მანჩის რო ქონდა იმ კადრებში ქვევით და უკან თუ ეს იგი მორჩილია კუდი როგორ არის თუ ისე დაძაბულად აქვს და ეს შეიძლება აკნევს კიდეც მაგრამ თუ ისე აკნევს თლიან კუდს მაშინ საშიშია თუ ესე აკნევს თავის ტანიანად მთელი ტანის ვაკნევს მაგარ ხასიათზეა ეს ხო მაშინ აი ბევრი რაღაცა შეიძლება დააკვირდე ძახს იმ მომენტში თუ დაკვირების დრო არ აქვს ჯობია გაიარო წახვიდე ყოველ შემოგითვალა ეგ ზუსტად მესამე შემთხვევაში ჯობია გაეცალო არ გარისკო რა დაიდევში არა უბრალოდ ორი მიწებს სიარული და რა გავაკეთო ისევ ძაღლი და პატრონთან დავბრუნე და მივსეინებ და შეთანხმდა კატა რაღაცა და უნდა რომ გაეკიდოს ან ძაღლმა ჩაიარა და ასევე უნდა რომ გაეკიდოს და ითამაშოს როგორ ხო როგორ ვაკონტროლებ რა კითხვა მოკაჩე და წადი რა ვიცი ხო არ გაუშვა და მორჩა თუ გინდა გაუშვი შეეტროვინეს კატა თუ ამ მოკაჩოს მიჩვეულია და შენს ასე ვთქვათ მორჩილებას მიჩვეულია იმ ერთ მოკაჩვაზეც წამოვა ნუ კაი ორ მოკაჩვა ჯერ არ არის მიჩვეული მოდი არ არის მოიცი რა დანჩი ჩემი აგრესიულია რომ კატას რომ მისდევს თუ შემოუტრიალდა ეს ჩერდება თუ არ შემოუტრიალდა ბოლომდე მისდევს ანუ თუ კატა თუ გაუკეთა მე ამას ეშინია და თუ ეს არ გაუკეთა ბოლომდე იცი რა მაინტერესებს ეს სიუჟეტი ნახე და ეს პრობლემა გასაგებია რომ აი ეს კიდე რა აქვს ამას ხო აქ რაღაცები ეკრება ხა არ შეიძლება მარტო ეს ერთი ის გამახსენდა რაღაცა დაგდებული ისეთი ცუდი რაღაცები რო არ ჩაიდოს უნდა ასწავლო რომ არ აიღოს მაგაზეს ბევრი მეთოდია თუ სადმე რამე მე შეგხვდა შემთხვევაში ვაჩვენებ მაგრამ მარტივად ეხლა ეგეც საინტერესოა რომ გონია თუ ისე წყლის
პისტოლეტი რო არის ხო გახსოვთ ეს წყალზე თქვა როცა იღებს შენს გაერთო უსე თქვი თქვა თან არას და იმ მომენტში როცა დაიწყებს აღებას მე მეთოდი ჭრის თქვა მე როგორც ძაღლები როცა ჩხუბობენ ხო მეგონა ბავშვებზე მეტყვი ხლის მისხმა ყურში უნეში ხლის მისხმა ხო როდესაც ჩხუბობენ ძაღლები ხო მე ვიცი რა მეთოდით აშველებენ თუ არა არ ვიცი ჩხუბთა რაღაცა ნაკლები იცით რა არის ზიანო და რა თქმა უნდა კარგი კითხვა დასვა და მაგაზე მე ჩემი პასუხი მაქვს რომ ბანჩი როდესაც პატარა იყო და ეზოში ყველაფერს ჭამდა პურზე ხო ბავშვებიდან გიждდება ეს ვიცი თუ ციცაკაცა უსვი და ეზოში ისე დავყარა თვითონ ვერ დამინახა საშიშია ხო შეიძლება ხო და ანუ მე შეიძლება საშიშია მე მაშინ არ ვიცოდი და ერთხელ რო შეჭამა და არ მოეწონა მეორე და მე იმის მერე ქუჩაში აღარაფერს პირს აღარ არის სპეციალური ციცაკები რომლებიც არ ნებს ძაღლს არ ვიცი ეგენი არც ინტერნეტში უნდა ნახვა აღარ მახსოვს ეს სახელი არ მახსოვს და ჩვენთან შეიძლება არც იყოს ეგეთი რა არის კიდე შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტიდან სითხე არის სპეციალური მწვანე ვაშლი ქვია თვითონ ეს მაგრამ რა არის მწვანე კი მწარე ვაშლი იმას ხო შეგიძლიათ ჩაუტარო ექსპერიმენტი ხო ჩაუტარო ექსპერიმენტი დაუგდო პური სანამ გახვალ სახელი დაასხა ის და აღარ იღებს ხო ის დაასხა და მე გახვიდეთ და ხედა ერთხელ მწარე არ მოეწონა მეორე თვარში ბევრი მეთოდია მაგის როგორ გადაარჩიო და ყველა არის ძალიან მარტივ და ყველა გამომდინარეობს ლოგიკიდან მაგის ნებისმიერ შევლე ახალ-ახალი მეთოდის მოფიქრება დროთა განმავლობაში მივაწვით ამას უკვე ჩვენს მაყურებელს ხო რა თქმა უნდა შემთხვევები საკვები კიდე ერთია და რაღაცა მილიონი დაყრილი ყველაფერი რასაც კი დაუწყებ რის აღებას მოიგებს ანის წყალი მეასხით ან ფუთხარით ონი ფუცინასთან მასწავლი ან ფუს ეხლა და იცოდეს თუ იქნება თუ არა იქნება თუ ნებისმიერ რასაც ასწავლით ესე უთხრა ამ ძაღლის პრობლემებზე გინდოდათ რაღაც ის თქმა ხო დრო თითქმის აღარ გვაქვს და ეგ მე ვიკითხე უბრალოდ და გადაიჭრა მე კითხვა უცბად ვიტყვი სულ ძალიან უცბად ვიტყვი რა ეს ისეთი შემთხვევა იყო როგორც აი ადამიანს ვირუსი რო აქვს და ეწყება სურდო თვალები ეწვის სიცხე აქვს ახველებს აცემინებს და ასე შემდეგ და ჩვენ მარტო სურდოს რო ვირჩენთ იმას რო ვიყიდით ნაზულს რა ანუ კომპლექსურ მკურნალობას არ მივმართავთ ეს სეირნობის პრობლემა ეხლა რაც მე ჩვენ გადავჭერით იმ დღეს ხო ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მცირე მე ქალბატონ ირენასთან კიდე მექნება ურთიერთობა და იმედი მაქვს რაღაცნაირად ჩვენ შევთანხმდებით რომ მე ამ ძაღლს შემდეგშიც თან ეს ძაღლი რაღაცას შეგიყვარდა არა ეს ძაღლი გიზმაში ნახო უკვე ესე მიყვარდა ჩვენ ოპერატორს ეხმეოდა პრობლემა გადაიჭრა ხო ძაღლთან დაკავშირებით შიშის აი დანარჩენები მისახედი არა როგორ ვხედოთ მომავალ 4 შაბათს როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო იყო და კიდევ უფრო საინტერესო გახდება ის თავშესაფრების ვარიანტი ძალიან მოსაწონია და მე გავიაროთ ალბათ უფრო ველაპარაკო რომ მოვაგვაროთ ტექნიკურად კარგი იქნება და ჩვენ გაცეს მეოთხე ნაწილში მუსიკალური ფინალი ჯგუფი თბილისი ემზადება შემოდგომას კონცერტით გააცილებს ადრე იყო ეს ბიჭები ჩვენთან და კარგი მოგონებები გვაკავშირებს მათთან ცოტა ხანში მათთან ერთად დავბრუნდებით